ვინ თქვა რომ ქალს არ შეუძლია ქვევრის გარეცხვა და ღვინის გადაღება? ვინ თქვა? ყველაფერი წინ არის, ჯერ არ ვიცი ყველაფერს გავუმკლავდები თუ არა. ჩემი დაზარალებული ქმარი მოვიდა. მოვედით მე და გიორო. აქ სწავლობთ მოგეხმაროთ. და ღვინა სათავარ მე. და ღვინა გადავიღოთ. ღვინა უნდა გადავიღოთ, არ გადაიღოს დედა მამა. აი შენ მან დადექი და გიონ წაიღოს, მაგ. როგორც შემიძლია ისე მივეხმარე ჩემ დედიკას. ქვევრის გარეცხვა. ესე მოკლედ, როგორც ჩემმა მეუღლემ სენსეიმ ამიხსნა, ქვევრი არის გარეცხილი და სუფთა, ამიტომ მოვლებას საჭიროებს და გოგირდით დამუშავებას. შემდეგი პროცედურებია, რომელსაც გზა და გზა აგიხსნით. ან მე, ან ჩემი მეუღლე. ნებისმიერი შესაძლებელი შეგვიძლია გამოვიყენოთ წყალში გახსნილი გოგირდი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ყველანაირი ბაქტერიისგან. აი გრეიცის ქვევრმა მაკუნდა, უნდა ჩაუმუხ. რა დღეში ვარ? ой, წავი ფაროთორე. აუ ძალიან ისე შეისვენი. ქვემოთ ჩავალ უფრო ღრმად ჩავალ ღრმად. და მოკვდა. 1, 2 და 3. ჩავხეხოთ. გირდის შემდეგ სუბუქი ჩახეხო, კარგი იქნება მოკლედ და ჩავხეხოთ. ჩაალბეჯერ წყალში ქვემოთ. აი ეს ზედაპირიდან და ზემოდან დაიწყე, უყურე მაკონ? აჰა. ზემოდან დაიწყე. დიახ. ეს სწავლებელი ხოსთან ყავს და ამას ჯობია რომ ჩართული ხო გაქვს? კი, ჩართულია. ხო და ამას ჯობია მარტო იყო. უყურე, მოდი მე გაჩვენებ მოძრაობას ძალას არ დავატან, მაგრამ და შენ მასაკ უყურე. ამოგაქვს ზემოთ, აი უყურე, აი ესე. დარაზონებზე მიდი, მერე აქეთკენ ჩაალბე ისევ წყალში ქვემოთ. სვენებს. ხონა ისწავლო. აია. დაიღალე. მამა პაპურის არცხი, რომელიც მწარებლისგან მზადდება და ძალიან კარგია, ამითი მძიმე ნალექი ის თუ როგორ ქვია მაგას. მძიმე ლექი როცა კარგად როცა არის ქვევრი გასახები. როდესაც ზედაპირულად ესეთი მარტივი ჩოთქით შეგვიძლია. სხვათა შორის ეგ სპეციალურად ქვევრისთვის არის, ქვევრის სახეხაც. ძალიან კარგი. ფულის მაღაზიებში იყიდება და სრულიად ბიოლოგიურად სუფთა ნაწარმია. პროცესი თვითონ მარტივია? არა მარტივია რა. უგონია. წელი როგორ გაქვს წელი? ჯერ კარგად, მე წელი ძლიერი მაქვს და ამიტომ ჯერ კარგად. კარგია, ვიღაცას მაინც გქონდეს წელი ოჯახში. ოჯახში ძლიერი წელი. წავედ გავაგზელე. აბა. ჰიგიენური პროცესების დამთავრების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრჯერ მოევლოს წყალი და ეხლა ვიწყებთ გამოვლებას და გამოვლებას იქამდე სანამ ის წყალი არ იქნება ისეთი სუფთა, რომ დაივიოს. აბა რა ხდება? როგორ მაკონტროლებს, არ შემიძლია. შედა ისე აკურატულად. როგორ არის აკურატულად? აკურატულად. აკონტროლე. ეს კაცი წავი. და რაღაც არ მოსწონს განუდმები. გამოწმოთ როგორ გარეცხე ქვევრი. აბა ნახოთ. ოჩახ. კარგია, პირველი ჯერისთვის კარგია. მოკლედ, ქვევრი ისე უნდა გაირეცხოს, რომ არანაირი გემო, არანაირი ფერი და უნდა იყოს სრულიად სუფთა წყალი. ან რო ამოიშვით.
ყველა მეღვინეს გაუმართოს. სრულიად ცუდა. ყოჩა ხმაკუნა. დავშვებით მაკო. ბოლო წუთების ამოღება გვაქვს. ქვევრი გარეცხილია ბოლომდე. თავი მომშალოთ კარგად. ყოჩა. ამოვამშრალოთ მაქსიმალურად, ხო? არა, უკვე მშრალია. არ არის მშრალი, აი ამოდის წოთები. უნდა იყოს იდეალურად გამშრალებული. ვაიმე, ეს კაცი მომეშოლეთ ხალხო. არმენდო. არა, არგენდი არა. ზედა მხარეებიც ხო უნდა გამომშრალოთ. აი ესე, ზემოთ. პირველი მოსავლის ქვევრის გახსნა. არ ყოფილა მარტივი. ეგრეა, აბა რა გეგონა შენ? ვაიმე, ვერ ხსნე, არა. მასწავლე ჯერ. აი ვიწრო მხარე სადაც არის და ძალა უნდა მაკო. ეგრევე რა ცოტა აქედან დაუდექი. ვაიმე. ცდელობა მესამე. დედარა. ხილად. ოპ. ტადანს. ეხლა იქ გამოიტანი და აუ, სუნი ამოვიდა. გარეთ იმას აქ. პენდილი არ არის ბოლომდე. აბა დავაგემოვნოთ. რაღაცებზე მაინც არ მენდობი, ხო? პაპარაცი. არგენდობი არა. რა შემიძლია რომ გავაკეთო იმას ვაკეთებ. ყველაფერს შენ ხო გავაკეთებ. ჩამომაქვეით ეს. ბარაკა. ნახე როგორ გამოდის, ანუ ღვინო სითხე რო ჩადის. აი ჩაბოლებული გოგირდი, სულ გამოდის გარეთ. დაგოზვა უნდა მასწავლა. დაგოზვა. არის? ხო, ძალიან. ცოტა კიდევ. არა, მეტი აღარ უნდა. მეტი აღარ უნდა. მე იმის დროს კონკრეტულად გადავაყელე. ხო. ეხლა უყურე რა ვქნათ. ეჭირესა. ახალ მეშინია. აფარე ცენტრი დაიჭირე. აია. და შემსკენ აი ესე და. შენი წონა არ ეყოფაო და სხვათა შორის მესიამოვნა, ჩემი წონა რო არ ყოფილეს. სიამოვნებს სამაგია. აბა რაშვები. ოპ. ყაყოფილი ვარ. ოჩახ. მოკლედ, ქვევრის გარეცხვის და ღვინის გადაღების მცდელობამ მე მგონი ცუდად არ ჩაიარა, ჰა? კი, მართალი ხარ. კარგი გოგო ხარ, ყოჩაღი გოგო ხარ, ასე თავი. აი, იცი რა არის? აი მოგისწორო ჩემმა წელის ტკივილმა ამ გამოწვევის შესასრულებლად. მართალი და ყოველთვის ესე იგი ცუდად ყოფნა არ ნიშნავს რომ ცუდია, ხო ხედავ რომ ხელა გამოწვევის წინაშე დავდექი. მე მკითხე, ცუდია. მირჩენია სხვანაირად იყოს. სამაგიეროდ არასოდეს არც დიდი ამ ყველაფერს და რადგან ეს მოგვიწია? არც დიდი რა ხან დაიწყე ესეთი რაღაცები, გაჩნდებოდა ალბათ იდეა და გააკეთებდი აუცილებლად. მეგობრებო, დაგვიწერეთ კომენტარებში შემდეგი რა უნდა გააკეთოს, რა გსურთ რომ რომელ პროფესიაში გინდათ რომ იხილოთ მაკუნა. ხო, მაგრამ ისეთი არ დაწეროთ გეღვეწებით რომ ვერ შემძლო. არა, თუმცა რომ ჩვენი არა, უნდა ეგ მთელი მუღამიც ეგ არის რა, რომ უნდა ცადო ეხლა. უნდა ცადო, გამოვა არ გამოვა, ეგ მე უნდა. შედეგად უნდა ვნახოთ. რო იცი რომ ზუსტად გამოგივა, ეხლა ეგეთი უინტერესოა ჩემი. ხო, ჩემთვისაც ძალიან უინტერესოა. შენ გვაქვს რაღაცა, ნუ გეგმები მომავალში რა უნდა ყოფილ შემთხვევაში მე მაქვს. რა უნდა ვაცდევინო?
რაღაცა, არ მაგრამ მინხელს თქვენი ჯერ. აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოკლედ, თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩვენთვის ეს დიდი სტიმული იქნება ძალიან დიდი სტიმული. და შევეცდებით, რომ საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. აბა დროებით. დროებით.